Patrulidan ქართულ ოცნებაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერმა ანზორ ფანჩულაძემ სამსახურიდან წასვლის თაობაზე პატაკი დაწერა. მიზეზად ის პოლიციის პოლიტიზირებას ასახელებს. ფანჩულაძის თქმით, ხელმძღვანელობისგან იყო გაფრთხილება მითითების მიღების შემთხვევაში აქციები უნდა დაერბიათ. ოფიცერმა სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა და ქართულ ოცნებას შეუერთდა. მისი განცხადებით, ეს ერთადერთი რეალური ძალაა ქვეყანაში. ფანჩულაძის განცხადებით, მის ყოფილ თანამშრომლებიდან ბევრს არ აქვს სამსახურიდან წამოსვლის სურვილი, ამიტომ მათ გამბედაობისა და ამნაბიჯის გადადმისკენ მოუწოდებს. მითითება იყო ხელმძღვანელებიდან, რომ მომიტინგეები, რომლებიც გამოვიდოდნენ, გააპროტესტებდნენ ამ კადრებს, ჩვენგან უნდა ყოფილიყო ეს დარბეული ეს ყველაფერი და ასეთი საქციელის გამო, ასეთი ქმედების ჩადენის შემდეგ მე ვერ გავწვდი საპატრულო პოლიციაში. პატაკის დაწერისას იყო საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილესგან ლანძღვა გინებები ამ პარტიის მიმართ, ქართული ოცნების მიმართ, იყო გინებები, დედის გინებები და მუქარები, რომ ისინი მას გაანადგურებდნენ და იყო ჩემს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფები. თუ მე მათ მოწინააღმდეგე ხარეს აღმოჩნდებოდი, ისინი მეუქრებოდნენ, რომ ეგენი გამთელავდნენ და საერთოდ შეიძლება დაპატიმრებითაც დამემთავრებია ჩემი კარიერა.